ქართველი ბავშვები გერმანულად ასრულებენ თბილისოს. გოეთეს ინსტიტუტში ამავე დღეს თავისუფლებასაც უმღერეს. ფიქრები თავისუფალია. ეს სიტყვები 1989 წელს GDR-ში მშვიდობიანი რევოლუციის დროს დრეზდენის თეატრის მოედანზე ისმოდა. იმეორებდა ათასობით დემონსტრანტი. ქვეყნის მეგობრობა 90-იანი წლების დასაწყისიდანვე იწყება. დამოუკიდებელი საქართველო პირველ ნაბიჯებს დიპლომატიაში გერმანიასთან ერთად დგამს. გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ეს სამცხე ჯავახეთია. ჯამში კი საქართველოში 60,000-ზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს გერმანულს. განათლება, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, თავდაცვა არ დარჩენილა სფერო, რომელშიც გერმანიამ ამ 30 წლიანი პარტნიორობის დროს თავისი დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა. ჩვენ ვართ პარტნიორები 1992 წლიდან, საქართველოს თანამედროვე დამოუკიდებლობის დასაწყისიდან. გერმანიას განხორციელებული აქვს 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია საქართველოს განვითარებაში. მხოლოდ სამეგრელოში, ზუგდიდში გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დანიის ლტოლვილთა სააგენტომ დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 100 აღსაზრდელზე გათვლილი ევროპული სტანდარტის საბავშვო ბაღი ააშენა. პროექტი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა დასახლებებში 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. გამარჯობა. დავინტერესდით, იციან თუ არა ზუგდიდელებმა, რომ მათი პატარები გერმანიის მთავრობის დახმარებით აშენებულ ბაღში სწავლობენ. კონტრასტისთვის გავიხსენოთ ისიც, როგორ იფლანგებოდა ბაღების ასაშენებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ოცნების მიერ. ეს ახლახან თავად ოცნებამაც აღიარა. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი თემის და აშენდა სტანდარტებთან ძალიან მიახლოებული, ანუ ყველას მოსწონს გარემო, სადაც საბავშვო ბაღია, სადაც ჩვენი მომავალი თაობა პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებთ. თავის სიტყვაზე თვითონ აგებს პასუხს, ხო? გააკეთა დიარსმა, გერმანულმა ორგანიზაციამ. დანის საბჭო ვინაიდან ჩვენს ბაღში ბევრი დევნილები არიან, მშობლები ყავს დევნილები, ბავშვები დევნილები და ამიტომ გააკეთეს ჩვენს ბაღზე პრიორიტეტი და არჩევანი და გაგვირემონტეს და გაგვიხადეს ეს ბაღი ძალიან არაჩვეულებრივ გარემოთ. მე მეტნაკლებად ვარ ინფორმირებული, მაგრამ ევროპული სტანდარტი თუ შენდება, კიდევ უკეთესია რა თქმა უნდა და თან გერმანული სტანდარტით. თვითონ გააკეთონ ძალიან კარგად ყველაფერი. თვითონ თავიანთ საქციელებს დაუკვირდნენ. ხო და აქედან გამომდინარე მე სხვის შეცდომებზე მე ვისაუბროთ საერთოდ. ეს კი ბათუმია. 2007 წლიდან აქ გერმანიაა მთავარი პარტნიორი ყველაფერში, რაც წყალს უკავშირდება. იქნება ეს სასმელი წყლის გაწმენდა, მომხმარებლამდე მიწოდება, წვიმის წყლის მართვა თუ საკანალიზაციო წყლის წმენდა. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები დაინერგა. ევროკავშირის დახმარებით შევიდა ელექტროავტობუსები. ჭკვიანი სისტემა კი ჰაერის დაბინძურების დონის კონტროლის საშუალებასაც იძლევა. ვიცი რომ ეს გერმანიის ხელშეწყობით ხდებოდა და ევროკავშირის და ძალიან კარგი პროექტი იყო, ითვალისწინებდა აჭარის მთელი მიმდებარე ტერიტორიის მომარაგებას, სამარაგო რეზერვუარი მზადდებოდა და 2023 წელს დაიწყო როგორც ვიცი ეს პროექტი. ქართული ოცნების პოლიტიკა ყველამ კარგად ვიცით, ამ უნიათა პოლიტიკის გამო დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც ძალიან ბევრი ისეთი პროექტი ჩავარდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ჰაერივით ჭირდება და წყალი მაქვს, რა გითხეთ, ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერ გავაკეთე ეს. მოდიში. ამ ხელშეწყობის მიუხედავად უნდა ლანძღონ ის ქვეყანა, რომელიც ასე ეხმარება? არ ვიცი, დაიგო დღეს ძმას ლანძღავს თამაგაზე, რა გითხეთ, არ ვიცი, ვერ გეტყვი. მე მგონი გერმანიის. კი, ანუ გერმანიის და ანუ ქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია. დაახლოებით თუ იცით, რამდენი მილიონი ევრო იაფი კრედიტი გამოყო ბანკმა გერმანიის? კაიფდაბრიო. მე მგონი 50 მილიონი. ეს ერთ ფაზაზე მხოლოდ და მეხუთე ფაზა იყო უკვე. ამის მიუხედავად ქართული ოცნება რომ ლანძღავს გერმანიის მთავრობას, ამაზე რა სიტყვით? ანუ პოლიტიკაში მე არ ვირევი. და აქედან გამომდინარე
ვერ გაგცემთ მაგ კითხვაზე პასუხს. ეს ერთი პროექტის გამოყოფა არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად რომელი დაფინანსდა, თუმცა ის ვიცი, რომ აჭარის მასშტაბით გერმანიის და ევროკავშირთან დაფინანსებით ხორციელდებოდა წყალმომარაგების სისტემის პროექტის განხორციელება ხდებოდა და მოსახლეობას ჯერ ერთი დავიწყები, რომ ამაზე ინფორმაცია საერთოდ არ ქონია, მეც კი ჩემს სოფელში აღმოვაჩინე რაღაცა ბანერით, რომ ეს პროექტი ხორციელდებოდა და სახელმწიფოს ქართულ ოცნებას კარგად ხედავთ, როგორ დამოკიდებულება აქვს, თუნდაც გერმანელი ელჩის მიმართ ბათუმში რო იყო ჩამოსული, როგორ დახვდნენ მიუსიეს ტიტუშკები და ერთი ამბავი ატეხეს. შეტევა, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, ზაფხულში მოხდა. ელჩი პეტერ ფიშერს ოცნების პოლიტიკისა და აგრესიის კვალდაკვალ ოცნების მხარდამჭერი სწორედ ბათუმში დაესხა თავს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რაც სიმშვიდის მიზეზია არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა ვინც იქ იყო, უთხრა რომ ეს არასწორი იყო და ის წავიდა. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო. როგორ გარდაიქმნა მეგობრული ურთიერთობა ოლიგარქისთვის მტრობად? რატომ გახდა გერმანიის ელჩი შეტევის მთავარი სამიზნე ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებისთვის? იმდენად, რომ ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს კიდეც. ვინმე გორდულაძეები და ზარქოები ემუქრებიან გაძევებით. როგორ აღმოჩნდა, რომ ამ სრულიად აღვირახსნილი ანტიდიპლომატიის მედროშეებად თავი გამოირჩიეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში წლობით ნამუშევარმა შალვა პაპუაშვილმა და გერმანიაში განათლება მიღებულმა ირაკლი კობახიძემ. დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე. ის მესამე ნომერი. ძალაუფლების ხილში მყოფი რეჟიმი გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭებას 2022 წლიდან იწყებს. ეს ის წელია, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ივანიშვილმა ღიად გახსნა კარტები. აირჩია მხარე, ომის მხარე. ამ წელს საქართველოში გერმანიის ელჩი შეიცვალა. პეტერ ფიშერმა ჩაანაცვლა ჰუმბერტ knirši. ამ დიპლომატის მიმართ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ეჭვებს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ სუბიექტური მიდგომების შესახებ დაემატა ბილდის სტატია. გამოცემამ გერმანიის ელჩის, kniršისა და მისი ცოლის ქართულ ოცნებასთან კავშირების შესახებ დაწერა. ვრცელ სტატიაში საუბარია, როგორც წლების განმავლობაში გერმანიის ელჩის მხრიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერ ქმედებებსა და განცხადებებზე, ასევე ელჩის ცოლის შემოსავლის სხვადასხვა წყაროზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. ეს ის დროა, როცა ოცნებისთვის გერმანიის ელჩის კრიტიკა ჯერ კიდევ კატეგორიულად მიუღებელი იყო. ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის სათხართ მედია. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც ჩვენი დავიბადეთ ახლიდან 90-იან წლებში, მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით დგავარ დღეს ჩვენ ფეხზე კოდექსები რო გვაქვს. ვინ დაწერა ეს კოდექსები თედო ნინიძესთან და ჯონი ხეცურიანთან და ლადო ჭანტურიასთან ერთად? გერმანელებმა თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგცეს, როცა გვშიოდა და კანონი არ ქონდა. ყველაფერი მალევე შეიცვალა, მაშინვე როგორც კი გერმანიიდან ოცნების ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს მკაცრი კრიტიკა მოყვა. დაძაბულობა იგრძნობოდა ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. ეს რუსული კანონის მეორედ შემოbrunების ეტაპია. ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა. ძალიან დიდი იმედი გქონდა რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. შოლცს თავისი პრობლემები აქვს, თქვა მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ. ივანიშვილის სპიკერები ყოველ მომდევნო საფუძვლიან კრიტიკას ბერლინიდან ისტერიკით ხვდებიან. აღიზიანებთ ელჩის ყველა ქმედება, რომელიც სამოქალაქო სექტორის, დემოკრატიისა თუ მედიის მხარდაჭერას უკავშირდება. ამას ემატება გერმანიის სანქციები ოცნების ტერორის შემოქმედებზე. ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყოვლის მომცველი გადახედვა. ეს ბერლინის რეაქცია არალეგიტიმური ხელისუფლების ძალადობაზე. ტრაიგულ მდგომარეობაში, ამდენად ტრაიგული პიროვნება, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა მისთვის საჩუქრებად. ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად. ქართული ოცნების რიტორიკაზე პეტერ ფიშერი ამბობს, რომ მსგავსი შემოტრიალების მოწმე არასდროს ყოფილა. ამ დროს გერმანიის ელჩს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოსმენილი ოლიგარქის პრემიერის გამაოგნებელი განცხადება. ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, ხო, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა, მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელება, ეს სამარცხვინო ტყუილების
ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორი უწოდა კობახიძის ნათქვამს ელჩმა ფიშერმა. დიპლომატმა, რომელსაც ცხადია გერმანიის მთავრობა უმაგრებს ზურგს ბოლომდე სცადა საქართველოს მოქალაქეებს გერმანული ფონდებისა და ხელისუფლების მხარდაჭერა არ მოკლებოდა. ოცნებას მიმართა ახალი შემზღუდავი კანონები სახელმწიფოთა შორის უკვე შეთანხმებულ პროექტებს არ შეხებოდა, მაგრამ რეჟიმისგან უარია. რეჟიმი საკუთარ ხალხს სჯის. ივანიშვილის ანტიგერმანული პოლიტიკის სრულიად საპირისპიროდ საზოგადოება გერმანელი ხალხის მადლიერია. პეტერ ფიშერი საქართველოში პარტნიორობის სიმბოლო აწერია დიპლომატის მხარდამჭერ პეტიციაში. რუსთაველზე კი ახლახან ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში შედგა.